სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. ჩვენი ქრისტიანების განმასხვავებელი სხვა ადამიანებისაგან არის არა უბრალოდ ჩვენი წესიერი მოქალაქეობა ამ სოფელში, ან ზნეობრივი ნორმების დაცვა, ან გნებავთ ღმერთის არსებობაში დარწმუნებულობა, ან და თუნდაც რელიგიურობა. ეს ყველაფერი არაქრისტიანსაც შეიძლება კონდეს, რაც ჩამოვთვა. ქრისტიანი არის ადამიანი, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ის თავიდან შობილია, იგი სხვა ქმნილებაა. და ეს სხვა ქმნილებობა, ეს თავიდან შობა, ეს სიტყვები განაპირობებს იმას, რომ ქრისტიანი როგორც კი შეუდგება ჭეშმარიტ სარწმუნოებრივ გზას, ანუ უფალს როგორც კი შეუდგება, მასში იწყება მეტამორფოზის პროცესი, რომელიც მას არსობრივად, ონტოლოგიურად ცვლის და სხვა ქმნილებად გადაიქცევა. ანუ სხვა ქმნილებად ყოფობა ეს არ არის მეტაფორა, ან გაუმჯობესება მისი ადამიანური ბუნებისა. ადამიანური ბუნება გაუმჯობესებას ექვემდებარება გარკვეულ დიაპაზონში. მაგრამ არა იმგვარად, რომ მან შეძლოს ტრანსცენდენტული ყოფიერების დამკვიდრება, ანუ ღმერთში მყოფობა, ამ სამყაროს ჩაკეტილობის გარღვევა. არამედ უბრალოდ ეს დანარჩენი ყოველივე ქრისტიანობის გარეშე ადამიანს ცოტათი ანვითარებს, აღარ ხდის საშიშს სოციუმში და მასთან შეიძლება კომფორტული იყოს ყოფობა და ასეთი ადამიანების თანაცხოვრება კომფორტული იყოს შეიძლება, მაგრამ ეს ვლაც არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა გაარღვიეს ეს სამყარო და ტრანსცენდენტულ ყოფიერებაში, ანუ ცოცხალ ღმერთთან ღმერთში მყოფიერების უნარი აქვთ. თუმცა ის რაც ჩვენ თქვით, რომ ერთმანეთთან კომფორტულად შეიძლება იმყოფებოდეს, ესეც კი თითქმის შეუძლებელი ხდება თუ სამყაროს ისტორიას გადავხედავთ. დავინახავთ, რომ სამყაროს ისტორია ეს ომების, უსიყვარულობის, გაუტანლობის, უკიდურესი გარყვნილების, ეგოიზმის და ასე შემდეგ, რაც ყველაზე ცუდი შეიძლება ჩამოვთვალოთ, ყველაფერი ამის ისტორიაა. და ვერავითარ შემთხვევაში ვერ იცავს ადამიანი თავის იმ სახლს, თით სახლს, რასაც ღვთის ხატება და მსგავსება, ანუ ადამიანობა ქვია ჭეშმარიტ. ხოლო ღმერთი მოვიდა სწორედ იმისთვის, რომ ადამიანი ახალი ქმნილებად გაქციოს, რომ ძველი ადამიანიდან აღმოიყვანოს და ახალ ადამიანზე დაამყონოს, ახალ ადამიანს შეუერთოს, ახალ ადამიანს ეზიაროს, ხოლო ახალი ადამი ეს არის ღმერთთან უმწვერვალესად შეერთებული ადამიანური ბუნება, რომელიც არის განღმრთობილი. ოღონდ ეს განღმრთობილი, როგორც ხშირად გვითხოვს, ეს ის განღმრთობა არ არის წმინდანი რო განიღმრთობა. ღმერთი და ადამიანი განკაცებულ ზეღმერთში შეერთდა იმგვარად, რომლის წარმოდგენის უნარი ჩვენ რა თქმა უნდა არ აგვაქვს. ეს არის ჰიპოსტასური პიროვნული შეერთება და ეს არის ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ სწორედ აი ამ ბუნებას, განღმრთობილ ბუნებას, რომელიც ზეღმერთის ბუნება არის უკვე გვაძლევს ზიარებაში, გვეძლევა ზიარებაში, მას ვეზიარებით, მას უერთდებით და ხვდებით აქედან გამომდინარე, ხვდებით ახალი ქმნილება. და ეს რა თქმა უნდა ჩვენს როგორც წეგანად თქვით, არსობრივ, ანუ ონტოლოგიურ ცვლილებას იწვევს. ადამიანი ხდება უნარის მქონე, ადამიანის გონება ისეთი უნარებს იძენს, რომელი უნარებიც მას პოტენციაში როგორ არა აქვს, ასე შეიქმნა ადამი, მაგრამ რეალობაში სინამდვილეში მას ამის უნარი აღარ აქვს. ხოლო ქრისტიანს ამის უნარი აქვს. ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღმერთის შემეცნება. ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღმერთის ხილვა. ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღვთისნების გაგება. ღვთისნების გაგება, ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღმერთთან ერთად ყოფიერება, ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღმერთის მსგავსი აზროვნება, ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღმერთის მსგავსი ყოფიერება და ცხოვრება და ღმერთის მსგავსი ადამიანურად თუ ვიტყვით ბედნიერება. ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია დაიტიოს ღვთის მარჯვნივ მყოფობა. და ამიტომაც აი ამ კონტექსტში თუ შევხედავთ, მეტნაკლებად გასაგები ხდება, ხო, ჩვენთვის დღეს აღმოკითხული სახარებიდან, ლუკას სახარებიდან, როცა იგი საუბრობს გვამის სანთელზე. სანთელი გვამის არის თვალი და ეს რო ფიზიკურ თვალზე არ არის საუბარი,
ჩანს იქიდან რომ შემდეგ თავიდან თუ ამბობს რომ თვალი შენი განმარტებული იყოს, ანუ ესე იგი ნათელი, ღია, თავისუფალი, შემდგომ უკვე მას ზნეობრივად ტვირთავს. უკვე თუ თვალი შენი ბოროტი იყოს. თვალი ან ხედავს, ან ვერ ხედავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ზნეობრივ კატეგორიაში გადაყავს, სწორედ იმიტომ, რომ მიგვანიშნავს, რომ არ საუბრობს აქ ფიზიკურ თვალზე. და ეს ნიშნავს იმას, რომ საუბრობს არა ფიზიკურ თვალზე, არამედ ჩვენ შემეცნების იმ უნარზე, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ ღმერთი შევიმეცნოთ, როგორც ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, ჩვენს იმ მისტიკურ საიდუმლო სიღრმეზე, გულზე, რომლის დახმარებითაც ჩვენ ღმერთის აღქმა და განცდა შეგვიძლია და გვაფრთხილებს უფალი, რომ სწორედ ის თვალი, შინაგანი თვალი თუ დაბნელებულია და რომელიც იგივეა რაც თუ ბოროტია, ანუ დაბნელებული რატო დაბნელებული ბოროტი? იმიტომ რომ ღვთის უხილველობა ადამიანს ბოროტებაში ამყოფებს. ეგ არის ბოროტება. სხვა ბოროტება არ არსებობს. რა თქმა უნდა, ადამიანები დღეს მრავალ ბოროტებას იგონებენ, ადამიანურ ბოროტებას, სოციალურ ბოროტებას, პოლიტიკურ ბოროტებას, სტიქიურ ბოროტებას, ბიოლოგიურ ბოროტებას, ფიზიოლოგიურ სასიკვდილი, რასაც ქვია ავადმყოფობა. სინამდვილეში ბოროტება მხოლოდ ერთია, ეს არის უღმერთობა. ეშმაკიც კი არ არის კაცმა რო თქვას ბოროტება. მისი არსი ხო ღმერთის შექმნილია. ბოროტება არის ის უღმერთობა, რომელიც ეშმაკს ჭირს და ბოროტება ის უღმერთობა, რომელიც ადამიანს შეიძლება ჭირდეს. დანარჩენი ყველაფერი ნებისმიერი განსაცდელი თუ ტკივილი გარკვეულწილად უღმერთობიდან წარმოშობილი და განქარვებადია. ღმერთთან ყოფნით ყველაფერი ინკურნება. ამიტომაც ერთადერთი ბოროტება ეს არის უღმერთობა. და ამიტომაც უფალი გვეუბნება, რომ თუ შენი თვალი ბოროტია, ანუ თუ შენი გონება, რომელსაც ღმერთის შემეცნების უნარი პოტენციაში აქვს, არ არის განმარტებული, ანუ არ შეუძლია საღვთო ნათელის ხილვა, ესე იგი ის არის ბოროტი და მაშინ მთელი შენი გვამი, მთელი შენი არსება სიბნელეში იმყოფება. და ჩვენ ვიცით ეს საკუთარი თავიდანაც ვიცით, წარსულიც გვახსოვს უღმერთობის პერიოდი, გვახსოვს ვიცით დღევანდელი პერიოდიც, როცა ჩვენ უღმერთობის მდგომარეობაში ვიმყოფები და ღმერთის განცდა არა გვაქვს, რაც არაბუნებრივია ქრისტიანისათვის, იმიტომ რომ ჩვენ მირონცხებულები ვართ. მირონცხება რა არის? ეს არის სულიწმინდა ღმერთის ჩვენზე გარდამოსვლა და სულიწმინდა ღმერთი ჩვენზე გარდამოდის, როგორც ჩვენი მასწავლებელი, რომელმაც უნდა განვსწავლოს ყველაფერი იმაში, რაც ქრისტემ თავისი მოძღვრებით, თავისი ცხოვრებით დაგვიტოვა, საღვთო მადლით განსწავლა, შინაგანი განსწავლა. და ჩვენ შეუძლებელია, რომ წესით ვერ თუ ქრისტიანები ვართ, უნდა გვძნობდეთ საღვთო მადლს სულიწმინდა ღმერთის მიერ მოცემულს ჩვენში, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვიცით, რომ ასე ვერა ვართ. მით უმეტეს სასულიერო პირებს გვაქვს ეს პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვერ განვიცდით, სხვას რა უნდა განვაცდევნოთ, ჩვენ თუ ვერ ხედავთ, სხვას რა უნდა დავანახოთ და ასე შემდეგ. ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენთვის და ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ, როგორც პრობლემა, როგორც ბოროტება, იმიტომ რომ თუ ჩემი შინაგანი თვალი, ანუ გონება ვერ ხედავს ღმერთს, ბოროტებაში ვიმყოფები, მე მიჭირს ღვთისნების გაგება მაშინ, რა თქმა უნდა. და თუ მე არ ვიცი ღვთისნება, მაშინ მღვდელი როგორც წინასწარმეტყველი ჩემში ვერ არის რეალიზებული, არადა მღვდელი უნდა იყოს წინასწარმეტყველიც და მღვდელი უნდა იყოს სასწაულთმოქმედი, არა იმ გაგებით რომ რაღაც მატერიალური სასწაულები მოახდინოს, არამედ შეძლოს ადამიანების სულების ქრისტეში დაბადება და ქრისტეში შობა, რომ ადამიანებს ღმერთი დაანახოს და განაცდებინოს, ანუ ადამიანები გაანკურნოს, მაგრამ თუ საკუთარი თავი ვერ გაანკურნეთ, კურნალო განიკურნეთ თავისთვის, სხვა როგორ უნდა გაანკურნოთ. ესე იგი ეს სერიოზული პრობლემაა თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქრისტიანისათვის და მით უმეტეს სასულიერო პირებისთვის, იმიტომ რომ ეს სიტყვებით უკეთ შენი თვალი ბოროტი იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელი იყოს. იხილე ნუ უკვე ნათელი იგი შენ შორის ბნელარს, ანუ ის ყველაზე ნათელი, რომლითაც ღმერთთან კავშირი უნდა გქონდეს, თუ ბნელია, მაშინ რა გამოდის? ჩვენი მთელი ცხოვრება, ეგრეთ წოდებული სულიერი ცხოვრება, რომელიც უბრალოდ რელიგიურობად იქცევა, სიბნელია და ნაყოფიც რა ექნება? არც არაფერი ნაყოფი, ასეთი ნაყოფი იქნება მხოლოდ დამანგრეველი ისევ ჩვენთვის, უფალი გახსოვთ, როგორ ამბობს ფარისეულებზე, რომ თქვენ მიმოდიხართო, რომ ბევრი მოწაფეები შეიძინოთო, ანუ მისიონერობენ, ხო ფარისეულები, ბევრ მოწაფეებს იძენენ, რათა მერე ისინი დაღუპოთ, იმიტომ რომ თქვენ თუ სხვა ადგილსაც მოვიშველიებთ, მიდიხართ ორმოსკენ, რომელშიც ჩავარდები და
თქვენს მიმდევერებსაც ჩაიყოლებთ. აი ეს არის მოცემულობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას შეგვაძწონოს, მე პირველად ჩემ თავზე ვამბობ, ამისგან უნდა ვიყომე შეზრწონებული, ამისგან უნდა ვიყომე შეშინებული, დამწუხრებული, მგლოვარე. ამასილად მგლოვარებას გამახსენდა ერთი ადამიანი მეუბნება, რომ ერთი ქართველი ბუდისტი გაუცნია, როგორი სიტყვათა წყობაა, ხო? ქართველი ბუდისტი პირველ რიგში გეღიმება. თუმცა რატო რა ქართველი ათეისტი რა ნაკლებია? იმიტომ გავხდიო ბუდისტიო და აღმოსავლეთი დამინტერესდიო, რომ ქრისტიანებიო სულ დამწუხრებულები არიანო. კაცმა რო თქვას რაღაც ამაში სიმართლე არის, იმიტომ რომ ეს წუხარება და მგლოვარება ჩვენ საკუთარი თავისთვის უნდა შევინახოთ, ხოლო ჩვენ გარდა აი პრობლემისა, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ, აუცილებლად ღმერთის ჩვენზეც შეხების გამოცდილება გვაქვს, რომელიც გვახარებს და ეს სიხარულის ხებს უნდა გაუზიაროთ. აუცილებლად. ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ბედნიერები ვართ და კი არ ვტყვით. არ ვტყვით, მართლა ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ გულს ღმერთია შენახები და ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს. და იმედია რომ ხშირად და ხშირად უნდა გახშირდეს და გახშირდეს ეს გამოცდილება. მაგრამ მგლოვარენი ვართ იმიტომ რომ მიუხედავად ღვთის ასეთი წყალობისა ჩვენ მაინც სამწუხაროდ ვერ ვართ გამცდელი ღმერთისა ისე როგორც საჭიროა და ამიტომ ჩვენთვის უმგლოვარებთ. სხვისთვის ხიარულები ვართ და ერთგანაც და მეორე ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც გულწრფელები ვართ. თუმცა მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ ქრისტიანი აცნობიერებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც მას მოუწევს ცოცხალი ღმერთის წინაშე წარსდგება რა. ბუნებრივია, რომ მას გარკვეული მწუხარება და მგლოვარება თან ახლავს და მე ვეკითხები, რომ ბუდისტებს საერთოდ ღმერთი არ აწამს და მეთქი არ კითხე მეთქი, რომ გარდაცვალების მერი არ მარადისობას როგორ ხედავს მეთქი და როგორ არა ვკითხეო ეს განათლებული კაცია და საერთოდ ჩვენ მაგაზე არ ვფიქრობთო. ჩვენ მაგაზე არ ვფიქრობთ, აი დღევანდელი ბედნიერები და მედიტაციები და ფსიქოსომატური სიხარულით და მეოთხარი მაგის მეტის გამოცდილება ჩვენ რა გვაქვს ათეისტურ პერიოდში ვიცხოვრე და ისეთი ბედნიერი და კახარებული ადამიანები მახსოვს ჩემი სანათესა უკვე რომლებიც გარდაცვლილები არიან ისეთი ბედნიერი და სიხარულით ახსავსე ცხოვრება ქონათ კეიფი დროსტარება და მთელი ამბები და რა მე არც არაფერი გესმით ეს რამე ახალი კი არ არის ხო მოკლედ ეს გადახოვა იყო პატარა და ჩვენ გვაქვს ეს გაცნობიერებული უნდა გქონდეს და რომ ჩვენი მთლიანი გვამი ან მთელი არსება არ იყოს სიბნელეში და თუ ჩვენი შინაგანი თვალი განათლებულია, მაშინ უკვე სიბნელიდან გამოვდივართ და როგორც ის საღვთო ნათელი ვითარცა ელვითა სანთელი ჩვენ შიგნით ანთებული პეტრე მოციქული როგორც იტყვის თავის წერილში იგი ელვითაგან განათლოს შენ და ეს განათლება იმდენად მძლავრია რომ ის აუცილებლად გადაეცემა სხვას რაც პირველ რიგში ჩვენ სასულიერო პირებს უნდა გვახასიათებდეს და მე ყველას და ეს მდგომარეობა არის ადამიანის არსობრივი ცვლილება, ასე იწყება ადამიანის არსობრივი ონტოლოგიური ცვლილება, როცა ის ხვაქმნილება ხდება და პავლე მოციქული ამას რჩეულებას უწოდებს. ეს თვითონ ეს სიტყვა ძალიან ხშირად არის გამოყენებული წმინდა წერილში და თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში დღეს პირველ ეპისტოლეში წავიკითხეთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც გვახსენებს რას? უწყოდე ძმანო, საყვარელნო, ღმრთისანო რჩეულება ეგეთ თქვენი. ანუ ღმერთს რო ჩვენ უყვარვართ, საყვარელნი ვართ ღვთისა, ეს ვლინდება, დასტურდება საქმით, ანუ რჩეულებით და რა რჩეულებაა ეს? როდესაც ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი გონება არის განათებული და ხედავს ღმერთს, რითაც განათლდება მთელი ჩვენი არსება. და მე გვახსენებს პავლე მოციქული, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება რელიგიურობა კი არ არის, რომ მე რაღაცა ინფორმაცია გავიგე და ამ ინფორმაციით ასე ყოფილა და დავიწყე რაღაცა ცხოვრების წესი შევცვალე. აი აქ ასე ამბობს, ასე გვიხსნის აი ამ პრინციპს, რომ ქრისტიანობა უბრალოდ ცხოვრების წესის შეცვლა არ არის, რაღაცა ინფორმაციის დოქტრინის საფუძველზე უბრალოდ. რამე თუ სახარება ესე ჩვენი არა იყო თქვენ და მიმართ სიტყვით მხოლოდ სიტყვა არ არის სახარება, არამედ ძალითაცა და სულითა წმინდითა და გულსავსებითა მრავლითა. ანუ აქ საუბარია საღვთო ენერგიაზე, რომელიც სულიწმინდა ღმერთის მიერ მოგვეცა და აი ეს გულსავსება, ანუ მთლიანად მთელი ჩვენი არსების ცვლილება, შეცვლა საღვთო მადლითა და ენერგიით, როცა ადამიანი შინაგანად ივსება, იმისი შინაგანი ეს უფსკული რო ღმერთით ივსება. და ჩვენ ხვდებით ქრისტიანები, ქრისტეს მიმდევრები და ქრისტე
სადაც ჩვენ შორის აი ეს 2000 თქვა 2000 წლოვანზე მეტი პერიოდი რაც ჩვენსა და ქრისტეს შორის არის, ეს არ არის რაღაც სიცარიელე, რამეთ ეს არის სავსე საღვთო მადლით, რომლებსაც კონკრეტული ადამიანები თავის თავში ატარებდნენ და ჩვენსა და მათ შორის ეს ჯაჭვი იქმნება უწყვეტი მადლისმიერი ჯაჭვი. ეს გარეგანი ხელდასხმა, ეს ყველაფერი გარეგანი მსახურებებია, რომელიც ერთგვარად შეფუთვა არის, გარეგანი ერთგვარი უზრუნველყოფაა მატერიალური, თქვათ იმისა, რომ მადლი ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე გადავიდეს. ამიტომაც არის ეს ტრადიციასთან, ეხლა მამა ეფრემი იყო ჩამოსული და ყოველთვის ხას უსვამდით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა? იმიტომ რომ ისინი ტრადიციის უწყვეტი ჯაჭვის ჩვენ წინაში არსებული უკანასკნელი რგოლები არიან, რომელსაც ჩვენ უნდა ჩავება და ეს ტრადიცია გავაგრძელოთ. და აი აქ პავლე მოციქული ასე ამბობს, რომ თქვენ მობაძავ ჩვენ და იქმენით, აი ამ რაზეც ახლა გესაუბრებოდით პავლე მოციქულის სიტყვებში როგორ არის ეს რეალიზებული. მობაძავ ჩვენ და იქმენით და უფლისა. თითქოს უნდა ეთქვა, რომ უფალს მივბაძოთ ყველა. ბუნებრივი არ არის. მაგრამ ახლა ეს პავლე მოციქულის კადნიერება, ეს პავლეა, ეს დიდი პავლეა, ეს ცეცხლია მიწაზე ანთებული, რომელიც ზეცას წუდება და სწორედ ეს არის წმინდანობის ინსტიტუტი, რომ მობაზავ ჩემ და იქმენით და უფლისა, ანუ მე დამინახეთ და ამით რადგან მე უფალს ბაძავ, მე ესე იგი თქვენ ამით ჩემი დანახვით და ჩემი მიბაძვით უფალს ბაძავ. და აქ არის ერთი ნიუანსი კიდე. პავლე ამას რო წეს არის ცოცხალი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალი ადამიანი, ცოცხალი წმინდანი. ჩვენ რა თქმა უნდა წმინდანი ფაქტობ დადასტურებული წმინდანი არის კანონიზირებული ეკლესიის მიერ. მაგრამ თუ ადამიანს არ შეუძლია მის გვერდზე მყოფ ადამიანში, რომელიც მომავალი წმინდანია კანონიზირებული. მაგრამ დღეს თუ არ შეუძლია მასში ღვთისმადლის დანახვა. შენ რო დაბადებული იმ დროს, დაბადებული ყავი იმ დროს, როცა ის ძველი წმინდანები მოღვაწეობდნენ, ვერც მათ ვერ იცნობდი. ანუ აქ არის წმინდანის ცნობის უნარი და ეს რას ნიშნავს? ეს არის ადამიანში ღმერთის ცნობის უნარი. და ეს საბოლოო ჯამში იცით რას ნიშნავს? ქრისტეში ღმერთის ცნობის უნარია. თუ ადამიანი კონკრეტულ ცოცხალ ადამიანში ვერ იცნობს წმინდას, ანუ მაშინ რა არის წმინდანი? თავისთავად ვინ არის წმინდა? თავისთავად ქრისტეს ადამიანური ბუნებაც თავისთავად არ არის წმინდა. ის წმინდა ღმერთთან ჰიპოსტასური შეერთების გამო. წმინდა მხოლოდ ღმერთია. ხო გესმით, მაგრამ როცა ჩვენ ვამბობთ წმინდას, რას ნიშნავს? ეს წმინდა ნიშნავს იმას, რომ მასში ღმერთია, ანუ მე თუ არ შემიძლია ღმერთის დანახვა ადამიანში, რომელიც საღვთო ჭურჭელია, თავისი მოღვაწეობით გამხდარი და უწყვეტი ჯაჭვით შეერთებული ტრადიციასთან, ანუ ქრისტესთან, მე თუ არ შემიძლია მისი დანახვა, მე როგორ უნდა დავინახო მაშინ ღმერთის ხილვის უნარი არ ამოქვს. გესმით რაშია საქმე? ანუ მე ქრისტეს უარყოფელი გამოვდივარ. და ის რომ წიგნებში ვკითხულობ და აი ვამბობ რომ ხო აი ეკლესიის მიერ კანონიზირებული ეგ ჯერ კიდევ ბევრს არაფერს ნიშნავს. იმიტომ რომ მე დოქტრინალურად ქრისტიანი ვარ, კი ბატონო, და ვკითხულობ წმინდანის ცხოვრებას, წმინდანის ხუზულებაში ვერ ვამჩნევ მის ადამიანურ მხარეებს, ბუნებრივია და ყველა ადამიანს აქვს თავისი ადამიანური მხარეები, აუცილებლად ცოდვებზე ვამბობ, ყველას. აღარ ვლაპარაკობ უძლურებაზე, რომელიც ქრისტესაც კი ქონდა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანური უყვედრებელი ვნებანი, როგორც ღვთისმეტყველები ამბობენ, ადამიანი, რომელიც აი ამ უძლურებას ხედავს და მით უმეტეს ადამიანის ცოდვასაც ხედავს, რომელიც ყველას აქვს, ბუნებრივია რომ და კიდევ პლუს საკუთარ დეფორმირებულ ხედვას ადამიანისადმი, სამყაროსადმი, საკუთარი სიმართლით ხედვას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან იოლია, რომ აი ამ ყველაფერში დაკარგოს მან იმ ხედვის უნარი, რასაც საღვთო მადლი ქვია და ეს არის რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემა. და ეს ადამიანს სერიოზულად აზიანებს, ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან. და ასე რომ ჩვენ უნდა დავინახოთ ადამიანი, რომ ვისწავლოთ ადამიანში ღმერთი, რომ კავშირი გქონდეს აი უწყვეტ გარდამოცემასთან და ამას პავლე მოციქული ასე გვეუბნება, მობაზავ ჩვენ და იქმენით, თან ჩემდასაც არ ამბობ ჩვენ და ანუ მარტო პავლე ამბობს, მარტო მე კი არა ვარ, ეს არის დასი და დასი ადამიანებისა და უფლისა და შეიწყნარეთ სიტყვა იგი და როგორ შეიწყნარეთ? რანერად ვიწყნარებთ ჩვენ ამ სიტყვას? ჭირსა შინა მრავალსა.
და აი აქაც უცნაური სიტყვათა წყობა. ჭირსა შინამ, ანუ ჭირსა შინა კი არა. ჭირსა შინა მრავალსა. ადამიანებს რო აქვთ ეს განსასწრელი და სულ ვეუბნებით, ეს განსასწრელი დამთავრდება და აუცილებლად დაიწყება სხვა. არ არსებობს რომ არ დაიწყოს. გამორიცხულია სანამ ჩვენ პირში სული გვიდგავს ხორციელად, ყოველთვის ერთ განსასწრელის დამთავრებას მოყვება მეორე და ასე ბოლომდე. ამიტომ ჭირი მრავალია, არის, იქნება, მაგრამ აქ არის უცნაური სიტყვათა წყობა. ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა. თან ჭირში ხარ, თან გიხარია და რატომ სიხარულით? სიხარულითა სულისა წმინდისათა, იმიტომ რომ უფალი არ გტოვებს. ამ განსასწრელში არ გტოვებს და ეს არის შენი ჯვარი, რომელიც უნდა აიღო, რომელსაც ღმერთი ასე არ განთავისუფლებს, მან პირიქით გითხრა აიღე ჯვარი და გამომყევი. აი ეს და აი ამ ძიმე გზაზეც და თან სიხარულით ახსოვსე გზაზეც მაგალითები არიან წმინდანები, რომელთა მიბაძვითაც ჩვენ ქრისტეს ვბაძავთ. ვიდრეღა იქმენითა თქვენ სახე ყოველთა მათ მორწმუნეთა. აი ამგვარი ცხოვრების წესი ქმნის ჩვენში იმ არსებას, რომლითაც ჩვენ ხვდებით სახენი, ანუ მაგალითი ყველა მორწმუნისა. აი როცა ამბობს უფალი რომ იყავით ნათელი ამას ოფლისა, ეს რაღაც აბსტრაქცია კი არ არის. გასაგებია რომ ყველა გრიგოლ ხანძთელივით ვერ გამოვანათებთ და ვერ გამოვაბწყინებთ, მაგრამ აი ამგვარი ცხოვრების წესი, რასაც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, როცა მობაძავ ხარ წმინდანისა, ის რომელიც არის მობაძავ უფლისა და შენ ამით ხდები მობაძავ უფლისა, როცა შენ იღებ შენ ჯვარს და სიხარულით მიგაქ ეს ჯვარი და სავსე ხარ სული წმინდითა, ამით ამ ცხოვრების წესით ხდები შენ სახე, ანუ მაგალითი ყველა მორწმუნისა, ანუ ნათელი ყველა მორწმუნისა. და ამ დროს გვახსენებს საინტერესო რამეს, ესეთ რამეს, რომ ვითარცა მოიქეცით კერპთაგან ღვთისა მიმართ მონებად ღვთისაცხოველის და არ უნდა დაგვავიწყდეს ყოველივე ამის გარეშე ვინ ვიყავით ჩვენ. და თუ ყველაფერი ეს ჩვენში დასრულდება, რა გავხდებით ჩვენ? კერპთაყვანისმცემლები, კერპში მაინდამაინც ეს გამოქანდაკებული ხო არ ნიშნავს, რაღაცა ხო არ არის, რომელსაც თაყვანსემ საკუთარი სიმართლე, საკუთარი ეგოიზმი, საკუთარი შეხედულებები, საკუთარი სწორი ხედვა, საკუთარი რელიგიურობა, საკუთარი პრინციპები, ამაზე საშინელი კერპი რა შეიძლება იყოს? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოწყდება საეკლესიო ტრადიციას, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია მადლის ხილვა ადამიანში, რომელიც აი ამ უწყვეტი ტრადიციის მატარებელია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავისი სიტყვით და ცხოვრების წესით აფრკოლებს, უამრავს სხვა მორწმუნეს, ცხოვრობს საკუთარი სიმართლით, საკუთარი რელიგიურობით, მას აქვს კერპად გამხდარი საკუთარი თავი და შესაბამისად ის არის კერპთაყვანისმცემელი. და ეს ძალიან საშიშია. ასეთი ადამიანებს ახასიათებთ ან ინდიფერენტულობა სულიერი ცხოვრებისადმი, ლიბერალური მიდგომა საღვთო ეკლესიის სწავლებისადმი, ან კიდე ფანატიზმი, რომელიც ბადებს არა სიცოცხლეს და სიხარულს, არამედ შეზღუდულობას, თავისუფლების დაკარგვას და ტკივილს და აგრესიას. და აი ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აი ჩვენ ოდესღაც ვიყავით ესეთი და რა თქმა უნდა გვემუქრება საშიშროება და პავლე მოციქული გვახსენებს, რომ თუ შენ ეხლა მორწმუნე ხარ, გაიხსენე, რომ როგორ მოიქეცი კერპთაგან ღვთისა მიმართ მონებად ღვთისაცხოველისა, ცოცხალი ღმერთი, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ღმერთი არ არის რაღაცა სტატიკა, რაღაცა კერპი, რაღაცა ენერგია, რომელიც წესი და კანონებით ყოფიერებს. ღმერთი გვაძლევს წესს და კანონს, იმიტომ რომ ეს შეზღუდული ვარ და გზაზე უნდა ვიარო. და ღმერთი თავად არანაირი წესს და კანონს არ ემორჩილება, იგი აბსოლუტურად თავისუფალია, წესი და კანონი, მათ შორის ეკლესია, მე და მიწესა. ადამიანური ბუნება ჩემთვის შეისხა. მას არც ადამიანური ბუნება ჭირდება, არც ეკლესია ჭირდება, არც წესი და კანონი ჭირდება, ეს არის აბსოლუტური ყოვლად უნაკლო ყოფიერება, რომელიც არაფერს საჭიროებს. გესმით? არაფერს. რატომ? იმიტომ რომ ის არის ცოცხალი. ის ცოცხალია, აბსოლუტური სიცოცხლეა. ამიტომ როცა ჩვენ ვემონებით ღმერთს, ვემონებით აბსოლუტურ სიცოცხლეს, რომელიც კიდევ ვიმეორებ არის აბსოლუტური თავისუფალი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ცოცხალი თავისუფლების, სიყვარულის და ყველაფრის სინონიმია. რამე თუ ღმერთზეა საუბარი და ამავე დროს იგი არის ჭეშმარიტება, ანუ ერთადერთი ობიექტურად არსებული სინამდვილე. ამიტომ მე არ შემიძლია გამოვიგონო სხვა სინამდვილე, თუნდაც ეს რელიგიური წესი იყოს.
რატო ვერ იცნეს ფარისევლებმა ქრისტე რა მათი რელიგიური ჯული მით უმეტეს ქრისტეს დროს როგორი შეშინებულები იყვნენ უამრავი ტკივილი და უბედურება გადახდათ მაშინაც რომის იმპერიის ქვეშ იყვნენ და ეს ფარისევლები ანუ ზედმიწევნითი ჯულის და წიგნობრები ზედმიწევნით ცდილობდნენ ყველა წესის შესრულებას რომ რომაელების ბატონობიდან განთავისუფლებული იყვნენ და კიდე რაღაც უბედურება არ მოსვლოდათ ანუ ისინი რელიგიურ წესს ასრულებდნენ და რატო ვერ იცნეს რელიგიურად და იმ რელიგიური წესს ასრულებდა, რომელიც ღმერთის გამოცხადებით იყო მოცემული. და სწორედ აქ არის აი ფანატიზმის სული, რომ რელიგიური წესი, რომელიც ღმერთმა მომცა ღმერთის ცნობისათვის, ამ რელიგიურ წესში მათ დაამწყდიეს ღმერთი. აი დღეს ემართებათ ხოლმე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს, იგივე მუსულმანებს, იუდეველებს, როგორ შეიძლება ღმერთი ადამიანად მოსულიყო და რატო არ შეიძლება? როცა ეს სიყვარულის უმწვერვალესი გამოვლინებაა ეგერთი და ვინ კადნიერდება და ვინ ზღუდავს ღმერთს, რა შეუულია ღმერთს და რა არ შეუულია ღმერთს. იმიტომ ზღუდავ, რომ შენი რელიგიური წესი გაქვს, ჩვენს ჯული გვაქვს და ჩვენი ჯულით მაგას ეკუთვნის სიკვდილი. გესმით რა მოხდა მაშინ? ამიტომ ღმერთი იმ წესებს და კანონებს, რომელიც მან დაგვიწესა ძველი აღთქმის თუ ახალი აღთქმის ეკლესიაში, ღმერთი თავად არ ემორჩილება. ღმერთი თავისუფალია ყოველივე ამისგან და ამის გაუგებრობა ბადებს ფანატის. ამიტომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება და არა ჩემი დოქტრინა არის ჭეშმარიტება. გესმით, მხოლოდ ის არის, ხოლო მე ეკლესია ადამიანად მოსვლა, მე დაარსებული ეკლესია და მე ახალი აღთქმის ჯული ამ შემთხვევაში ჩვენ ახალ აღთქმაში ვართ, ჩემი ცხონებისათვის არის საჭირო. ჩემი გზის მაჩვენებელია, რომ მე არ ავწდე გზას და მე არ მაქვს უფლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ ღმერთი ეკლესიის კანონებში მოვაქციო. ვინ ვარ მე რომ ეს გავაკეთო? რამე თუ ღმერთი სახარებაშივე მეუბნება, რომ მე-11 ჟამის მუშაკს შეუნება. პირველი ჟამის მუშაკმა განა სამართლიანად არ გაუპროტესტა. განა პეტრე მოციქული სამართლიანად არ ეუბნება უფალს რომ უფალო რა ჯვარცმაზე რა სამბობ ეგ როგორ შეიძლება გააკეთო? გესმით? რამდენი რამეა ჯვარცმული ავაზაკირა სამართლიანად შევიდა სამოთხეში? დიდ მარხვის საკითხავებში რამდენჯერ ვკითხულობ თუ არსებობს კრეტელის ანდრია კრეტელის კანონში ღმერთი იქს იმას რაც სურს და რაც უნდა და არა ის რომ მე თქვათ მოვაქციო ეს კანონებში რამე თუ იგი არის ცოცხალი და იგი არის ჭეშმარიტი და ამას ამბობს პავლე მოციქული ნუ გახდებით კერპთაყვანის სემლები რამე თუ ღმერთი არის ცოცხალი და ღმერთი არის ჭეშმარიტი და ჩვენ ვართ მოლოდინის მდგომარეობაში და აგზერებს პავლე მოციქული ჩვენ ვართ მოლოდინის მდგომარეობაში ძისა მისისა ზეცით და გვახსენებს რომელიც აღადგინა მკვდრეთით იესო მხსნელი ჩვენი მომავალი რისხვისგან. ანუ მომავალი რისხვა წინ გველოდება თუ ღმერთოდ დავრჩებით ეს არის საშინელი სამსჯავრო რომელსაც ყველა გავივლით ყველა თითოეული ჩვენგანი წარვდგებით საშინელ სამსჯავროზე და ისე უნდა ვიცხოვროთ რომ ჩვენთვის ეს მოლოდინი სიხარულად იქცეს და შეგვეძლოს იმ სიტყვების აღმოსთქვა, რომელიცაც თავდება წმინდა წერილი მალე მოდი უფალო. რა შემთხვევაში შეიძლება თქვას ადამიანმა ეს, როცა მას არ ეშინია საშინელი სამსჯავროსი. თხილად არის მობილიზებულია, მაგრამ სიხარული ძლევს ქრისტესთან შეხვედრის სიხარული ძლევს საშიშროებას ღმერთთან შეხვედრისა, იმიტომ რომ ვისაც ჩვენ ველოდებით, რომლის წინაშე წარდგომა რა თქმა უნდა საშინელია თუ მე უღმერთო ცხოვრობ, მისი საშინელება ჩემთვის იკლებს, რამე თუ მე მიყვარს იესო ქრისტე და ბოლომდე ვკვდები მისთვის და მისთვის ცოცხლობ, ცოცხალი ვარ მისთვის ვარ, მკვდარი ვარ მისთვის ვარ, ბოლომდე მინდობილი ვარ მასე. ჩვენ ასე არ ვართ სამწუხაროდ, ამიტომ ჩვენ უნდა აღვზარდოთ ნამდვილი ქრისტიანი, ღვთის მოშიში და მოყვარული და ჩვენთვის საშინელი სამსჯავრო გადაიქცევა მოლოდინად ქრისტესთან შეხვედრისა, ბედნიერ მოლოდინად ქრისტესთან შეხვედრისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.